უკვე 2 საათია ოცნების პარლამენტში მიხეილ სარჯველაძეს უსმენენ. ოცნების ჯანდაცვის მინისტრი ინტერპელაციის წესით გახარიას პარტიამ დაიბარა. სულ გაგზავნილია 24 შეკითხვა, მათ შორის მთავარი თემა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატებს ეხება, რომლის შემოტანას მშობლები უკვე კვირაზე მეტია უწყვეტი საპროტესტო აქციებით ითხოვენ. მოსმენა ხმაურით და შეძახილებით დაიწყო სიცოცხლისთვის საშიში მინისტრი. ამ სიტყვებით მიმართა გახარიას პარტიის წევრმა სარჯველაძეს, რა ხდება უკვე ამ წუთებში სხდომაზე და რა პასუხი აქვს ოცნების მინისტრს შვილების გადასარჩენად ქუჩაში გამოსულ მშობლებისთვის. ნინი ბალანჩივაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში დეტალებს სწორედ ის მოგვიყვება. უტიფრობა და ამორალურობაა ცრუ მოლოდინების შექმნა მედიკამენტებთან დაკავშირებით მშობლებისთვის, რომ თითქოს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასახელებული მედიკამენტები აისახება დადებითად. ეს არის ის განცხადებები, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ ოცნების პარლამენტში მიხეილ სარჯველაძის მხრიდან. ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მეორედ და საჯაროდ უარი უთხრა იმ მოქალაქეებს საჭირო მედიკამენტებზე, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში დგანან ქუჩაში ერთადერთი მოთხოვნით, რომ ოცნების ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით, ვინაიდან განმარტავენ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის თითოეული წუთი და წამი არის სწორედ გადამწყვეტი, თუმცა დღეს მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა 5 მედიკამენტთან დაკავშირებით და ფაქტობრივად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ მედიკამენტების შემოტანაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ოცნების ჯანდაცვის სამინისტრო და ამას ხსნიან იმით, რომ შესაძლოა ამ მედიკამენტებმა გამოიწვიოს ფატალური შედეგი და ამ შემთხვევაში ერთ-ერთ მედიკამენტზე ისაუბრა ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა და განმარტა ის, რომ აქ საუბარი არის ეტლის გადავადებასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლიან გადავადებაზე, თუმცა ჩვენ ვიცით რა არის აქ პოზიცია თავად დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი შვილებისთვის და ასევე არსებობს არაერთი პრაქტიკული მაგალითი საზღვარგარეთ, რომ კონკრეტულ მედიკამენტებს იყენებენ ამ სინდრომის მქონე ბავშვები და ამ ყველაფერს აქვს დადებითი შედეგი. რამდენჯერმე დაიძაბა დღეს ხდომათა დარბაზში მოხსენების დროს სიტუაცია. გახარიას გუნდის წევრებმა შეახსენეს მიხეილ სარჯველაძეს, რომ ის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი არის, არამედ სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი არის. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, როგორ ვითარდება ამ დრომდე მოვლენები ოცნების პარლამენტის ხდომათა დარბაზში. თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯ ბოქსებისგან და პროპაგანდისგან და ამომწურო პასუხს გასცემთ ერთ კითხვაზე მაინც. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომელთა მშობლებიც მათი ცხოვრების გადასარჩენად ღამეებს ათენებენ კანცელარის წინ. მადლობთ. ესეთი იარლიკების მიწებება ერთმანეთზე არ არის საჭირო. საკითხი არის ძალიან მძიმე, შეკითხვა დაისვა და ამ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი. უკაცრავად რა, თუ შეიძლება. ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ქვია. და სიტყვა უსინდისობასაც, სიტყვა პოლიტიკურის დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა. უტიფრობა იმავდროულად და ჩემდა გასაკვირად სხვათა შორის დიდი დილეტანტიზმიც. დილეტანტიზმიც და იმავდროულად ამორალობაც. ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორე ხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთმობას ცდილობს. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, საუბარია ეტლის გადავადებაზე, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ. ელევიდისი გასულ წელს ამ დროს მართლაც ძალზედ იმედის მომცემად გამოიყურებოდა. მშობლების თხოვნით, როდესაც შევხვდით კომპანიას, მათ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ გამოაგზავნეს პრეზენტაცია. ამბობდნენ, რომ მიღებული აქვს ელევიდის FDA-ის დასტური და ემას მიღება, მოპოვება დაგეგმილია 2025 წლის ბოლო კვარტალში.
ემ არ დაელოდა სხვათა შორის უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისის 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე. ელევიდისის სარგებელი არ არის დამტკიცებული. დღეს ირკვევა ისიც, რომ მიხეილ სარჯველაძე უარს ამბობს საჯარო დებატებზე, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებით სთავაზობენ ოცნების ჯანდაცვის მინისტრს. ისინი აპირებენ, რომ მტკიცებულებებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე თუ რა შედეგების მომტანი არის სწორედ ეს მედიკამენტები, რაზეც უარს ამბობს ქართული ოცნების ხელისუფლება. ერთადერთი განცხადება, რაც ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმინეთ დღეს ხდომათა დარბაზში, არის ის, რომ მიხეილ სარჯველაძე სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, რომ ისინი მივიდნენ სამინისტროში და ისაუბრონ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ბოლო 2 წლის მანძილზე ვნახეთ მსგავსი არაერთი შეხვედრა სამინისტროში თუ სამინისტროს გარეთ და მშობლებმა სწორედ ამ უკიდურეს ფორმას მიმართეს იქედან გამომდინარე, რომ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღეს ოცნების ხელისუფლების მხრიდან და სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციასთან ისინი უკვე 9 ღამის განმავლობაში იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის საშუალებასაც კი არ აძლევენ. ამ წუთებშიც გრძელდება მიხეილ სარჯველაძის მოსმენა ოცნების პარლამენტში და სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უკვე ჩვენ მოვისმენთ დამაზუსტებელ კითხვებს და პასუხებს ისევ ოცნების ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან.